Salamanca band and bugles of the Rifles have sounded retreat. Please may I have your permission to march the band off display? Yeah, my permission. Thank you, Mark. Ladies and gentlemen, Georgian Armed Forces. Thank you so much. Thank you very much, Mom. Thank you very much. Thank you for coming. Thank you very much. Thank you. It was wonderful. საერთოდ სამხედრო ბენდებს შორის ასეთი კონტაქტები ჩვეულებრივი ამბავია ევროპაში, მსოფლიოში. ხშირად ტარდება ხოლმე ფესტივალებიც მათ შორის. ჩვენ ვცდილობთ, რომ მომავალი წლისთვის უკვე ვიყოთ სრულფასოვანი მონაწილე ამ ერთ-ერთ ყველაზე უფრო დიდი საერთაშორისო ფორმატის და ნებისმიერი ასეთი ტიპის ღონისძიება ბუნებრივია, შესაძლოა სასარგებლოა ამ ურთიერთობებისთვის და ამავდროულად სასარგებლოა ქვეყნისთვის. აქედან წასული ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, არიან საქართველოზე კარგი ამბების მომყოლი საკუთარ ქვეყანაში. კარგია ასევე, რომ მხოლოდ თბილისში არ ტარდება ეს კონცერტი და ისინი რამოდენიმე ქალაქს მოივლიან და ბუნებრივია, რომ იმედი მაქვს, რომ იქ მოსახლეობას ექნება შესაბამისი სათანადო ინფორმაცია დროულად და მოახერხებენ, რომ მიიღონ მონაწილეობა და დაესწრონ ამ ძალიან ლამაზ ღონისძიებას. ჩამოსული იყო ბრიტანეთის ერთ-ერთი რეგიონის სამხედრო ორკესტრი, რომელიც სახელწოდება Salamanca Band, Rifles and Bugles, რომელიც ძალიან დიდი ხანია ჩამოყალიბებული, თითქმის 2 საუკუნის ჩამოყალიბებული ბენდია, ძალიან დიდი ტრადიციებით და მნიშვნელოვანი ჩვენი ორკესტრისთვის და
ჩვენი მუსიკოსებისთვის ყველაზე საინტერესო ამ ურთიერთობიდან ის არის, მეგობრობის გარდა ის ინფორმაცია და ის ტრადიციები, რომელიც სამხედრო ორკესტრებს უყალიბდებათ აი ამ დიდი დროის განმავლობაში. ძალიან დიდი მადლობა. მოხარული ვარ გიმასპინძლოთ ამ უმშვენიერეს წარმოდგენაზე, სადაც მონაწილეობს სალამანკა ბენდი. ისინი აქ იმყოფებიან რეგიონის მასშტაბით ორკვირიანი ტურის ფარგლებში. მათ ყველაზე მნიშვნელოვანი წარმოდგენა საქართველოში აქვთ. თქვენ ნახეთ მათი მარშირება მეტეხის ხიდის გასწვრივ. ისინი ფანტასტიკურ სამხედრო ბენდს წარმოადგენენ, რომელსაც საფუძველი 1812 წელს ჩაეყარა. მიზეზი თუ რატომ არიან ისინი აქ ჩვენი საქართველოსთან თავდაცვის სფეროში წარმატებული თანამშრომლობაა. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობა სცილდება სამხედრო მუსიკას და მოიცავს სწავლებებს, წვრთნელებს, საქართველოს დახმარებას თავდაცვის სფეროს ტრანსფორმაციაში, მაგრამ დღევანდელი დღე ასევე ჩვენ სამხედრო თანამშრომლობის აღნიშვნის დღესასწაულს წარმოადგენს. ჩვენ ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის მინისტრს და თბილისის მერს ამ ტურის ორგანიზებაში დახმარებისთვის. თბილისის გარდა ბენდი დაუკრავს წეროვანში დევნილებისთვის, ხვალ ისინი დაუკრავენ გორში თავდაცვის ეროვნული აკადემიის გამოსაშვებ საღამოზე. ისინი ასევე დაუკრავენ ქუთაისში და ფინალურ საღამოს გამართავენ ბათუმში.